მე-17 საუკუნის დასაწყისში ქართლის და კახეთის სამეფოების სამხედრო ტრადიციაზე აღზრდილი არისტოკრატია ერთ-ერთ ბრძოლის უნარიან ძალად იყო ცნობილი მთელ წინა აზიაში. აქ მოცემული ეპოქის წინა თანამედროვე და მომდევნო დროის უცხოელი ავტორები წერდნენ ქართველების განსაკუთრებულ საომარ მომზადებაზე და ბრძოლის უნარიანობაზე. არადა შაჰ აბასის შემოსევებისას ეს სანახებო სამხედრო არისტოკრატია ვერ დაუპირისპირდა მტერს ორგანიზებულად და შედეგიანად, ისე როგორც ამას მათი წინამორბედი თაობები ახერხებდნენ. რთულია შაჰ აბასის ეპოქის საქართველოს ისტორიის გააზრება იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ყოფაში ჩახების გარეშე. ამიტომ მოდით ახლა ერთად გავიაზროთ თუ რანი ვიყავით მაშინ და როგორ გარემოში შედგნენ იმ ეპოქის გმირები თუ ანტიგმირები. როცა შაჰ აბასი 1613 წელს განჯაში დადგა ჯარით კახეთის ასაუხრებლად, ბევრ ქართველ თავადს თუ აზნაურს შვილი, ძმა, მამა ან სახლისკაცი ეგულებოდა შაჰის ბანაკში. მე-16 მე-17 საუკუნეების მიჯნაზე სვიმონ პირველის და შაჰ აბას პირველის მოკავშირეობამ ოსმალთა წინააღმდეგ სისხლის მღვრელ ომებში ბევრ ქართველს გაუხსნა მაშინ ირანის სამხედრო თუ ადმინისტრაციული ასპარეზისკენ გზა. ბევრიც ბედის უკუღმართობამ, სამშობლოდან დევნილობამ ან ტყვეობამ მოახვედრა შაჰის ლაშქარში. ჯერ ლუარსაბ მეორის და შემდეგ მისი ბიძის ბაგრატ ხანის მმართველობისას ქართლში გამუდმებული შინა დაპირისპირება ტრიალებდა დიდებულებს შორის. გვარი გვარს ებრძოდა და ზოგჯერ თვითონ საგვარეულოებშიც კი ხდებოდა განხეთქილებები. ერთმანეთს იყვნენ სამტროდ წაკიდებული ქსნის ერისთავის შვილები თუ არაგვის ერისთავის შვილები. ბარათაშვილმა სახლიკაცები ამოჟლიტა და ვისაც ვერ მიწოდა ირანში გაასწრეს. ზემო სადროშოს სარდალმა ამდუყაფა რამილახვარმა და ქსნის ერისთავმა იესემ მათ მამულებს შორის მოქცეული ღაზნელების სათავადო დაარბიეს. ღაზნელები დედაბუდიან ამოჟლიტეს, ხოლო მათი მამული შუაზე გაიყვეს. ქოლოტკვირის მამული იასე ერისთავს ერგო, ხოლო ნეშტისა ამილახვარს. ასეთი განუკითხაობის და მუდმივი სისხლისღვრიის გამო ბევრმა დევნილმა ქართველმა შეაფარა მაშინ თავი შაჰ აბასს, რომელიც ქართველების მომრავლებას მის სამსახურში თვითონ უწყობდა ხელს. ამიტომ მაშინდელი ყიზილბაშური ირანის სამხედრო თუ ადმინისტრაციულად მნიშვნელოვან ზედაფენას უკვე მძლავრ დაჯგუფებებად და ოჯახებად წარმოადგენდნენ შაჰისევანი ორდენის წევრი ქართველები. შაჰ აბასის პირად გვარდიაში ყულის ჯარში 12,000 მხედარი და 8,000 ფეხოსანი ირიცხებოდა, რომელთაგან უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ. ბევრი ქართველი კი უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს ფლობდა, პროვინციებს ან ქალაქებს მართავდა და შაჰ აბასის ირგვლივ მოტრიალე უახლოეს ქვეშევრდომთა წრეს განეკუთვნებოდა. შაჰის სამსახურში ნებით თუ ძალით მოხვედრილი ქართველები ირანში დიდი პრივილეგიით სარგებლობდნენ და შაჰ აბასისგან მიწებიც უხვად ჰქონდათ ბოძებული, რომლებსაც თიულები ერქვა. ამიტომ როცა შაჰ აბასი 1613 წელს კახეთის მოსათხრელად დაიძრა, მის არმიას ნებით თუ იძულებით უამრავი ქართველი შაჰისევანი გამოყვა თან. ქართველების მასობრივად ჩაბმა ირანის იმპერიის სამსახურში შაჰ აბასის იმ რეფორმების ნაწილია, რამაც დასუსტებული ირანი უძლიერეს იმპერიად აქცია. ამიტომ მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ის, თუ რატომ დასჭირდა შაჰ აბასს ქართველი არისტოკრატიის დაწინაურება ირანის სამხედრო და ადმინისტრაციულ ასპარეზზე. როცა შაჰ აბასი ტახტზე ავიდა, ირანს 15 ყიზილბაშური თურქმანული ტომი განაგებდა, რომლებიც ასე იხსენიებიან: შამლუ, უსტაჯლუ, ზულყადარი, ყაჯარი, ავშარი, თორექმანი, ასირლუ, რუმლუ, ყარადაგლუ, ბაიათი, თალიში, ალფაუთი, ჯაგირლუ, ყაზახლუ და ბაიბურდლუ. ეს მომთაბარე მეჯოგი ხალხები თურქმანული მოდგმისანი იყვნენ და მათი მშობლიური ენაც თურქული იყო.
ყიზილბაშური ტომები იმ შუა აზიელი თურქმანული მომთაბარე მეჯოგე ხალხების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც მე-11 საუკუნის დასაწყისიდან რამდენიმე ნაკადად შემოიჭრნენ შუა აზიიდან წინა აზიაში და ირანის, ანატოლიის და არაბეთის ტერიტორიაზე ოღუს სელჩუკურის სასულთნო შექმნეს. ირანის ტერიტორიაზე მომთაბარე თურქმანების შედინება შუა აზიიდან მონღოლების ბატონობის დროსაც გაგრძელდა. თემურლენგის შემოსევებსაც ბევრი მომთაბარე ტომი შემოყვა ირანის ტერიტორიაზე, ხოლო მე-15 საუკუნეში შავბატკნიან და თეთრბატკნიან თურქმანთა ბატონობისას მომთაბარე თურქმანებმა უფრო მყარად მოიკიდეს ფეხი ირანის მთელ ტერიტორიაზე. მე-16 საუკუნის გარიჯრაზე კი ეს თურქმანული ტომები შიიტური ისლამის რწმენის ქვეშ გააერთიანეს სეფიანმა შაჰებმა და ირანის ტერიტორიაზე ყიზილბაშური სახელმწიფო შექმნეს. ყიზილბაშური ტომები შიიტურ ისლამს აღიარებდნენ. ისინი ირანის მთელ ტერიტორიაზე გაბატონდნენ და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს ადგილობრივი სპარსულენოვანი მმართველი მელიქთა ფენა მიწათმოქმედ გლეხობასთან ერთად. ამიტომ ეკავა სეფიანი შაჰების სახელმწიფოში უმაღლესი სამხედრო თუ ადმინისტრაციული თანამდებობები ყიზილბაშურ არისტოკრატიას და ამიტომაც საუბრობდა სამხედრო ზედაფენა ყიზილბაშურ თურქულ ენაზე სეფიანი შაჰების ირანში. ყიზილბაშურ ტომებს 35 ხანი განაგებდა, რომელთა სამხედრო ძალაზეც იდგა ძირითადად სეფიანთა შაჰების ხელისუფლება შაჰაბას პირველამდე. ომიანობისას ყიზილბაშებს 100,000 მხედრის გამოყვანა შეეძლოთ, მაგრამ ბრძოლის ველზე 60,000 მხედრის მეტი არასდროს გამოუყვანიათ. თანაც ეს მომთაბარე მეომრები უფრო სტიქიურ ძალას წარმოადგენდნენ, ვიდრე მაღალ ორგანიზებულს. ყიზილბაში ტომები ლაშქრობებში თავისი ურდუების კუთვნილი ჯოგებით და მრავალრიცხოვანი ოჯახებით მოდიოდნენ. ეს კი ხელს უშლიდა ორგანიზებული არმიის ჩამოყალიბებას. ხშირად სხვადასხვა პროვინციებში გაბატონებული ეს მომთაბარე ტომები ერთმანეთს ებრძოდნენ და ამით იმპერიის დამასუსტებელ შიდა ქაოსს ქმნიდნენ. ყიზილბაშები თავისი ცხოვრების წესით მომთაბარე მეჯოგეები იყვნენ. მათთვის მიწას მხოლოდ საძოვრის დანიშნულება ჰქონდა და ამიტომაც მცირდებოდა ირანში ყიზილბაშებისგან შევიწროებული ბინადარი მიწათმოქმედი ხალხების რიცხვი. ირანის ოლქები მაშინ ამ მომთაბარეების მამულებად, ანუ სოიურღალებად იყო დანაწილებული. სოიურღალი დიდი გავლენის მქონე ყიზილბაში ხანის სამკვიდრო მამული იყო, რომელიც შთამომავლობით გადადიოდა. ასეთი არაორგანიზებული სამხედრო ძალით შაჰაბასი არაერთხელ დამარცხდა ოსმალებთან ბრძოლაში ტახტზე ასვლის პირველ ეტაპზე და 1590 წელს წამგებიანი ზავი დავდა სულთანთან. სამაგიეროდ ზავის შედეგად ჩამოვარდნილი მშვიდობა შაჰაბასმა მაღალ ორგანიზებული და კარგად შეიარაღებული არმიის შექმნისთვის გამოიყენა. სხვადასხვა პროვინციებში მომხდარი აჯანყება არეულობები შაჰაბასმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. გააუქმა იქ ძველი ყიზილბაშური მმართველობები და ეს ტერიტორიები თავის, ანუ შაჰის პირად მამულებად გამოაცხადა. სწორედ ამ დროს ამოაწყვეტინა განდგომილების გამო თექელუს ყიზილბაშური ტომი შაჰაბასმა და მისი სოიურღალიც პირად მიწად გამოაცხადა. ასე დაიქვემდებარა შაჰმა გილანი, მაზანდარანი და სხვა ოლქები პირად დომენად და სწორედ ამ ოლქებიდან გასცა მიწები ქართველებზე და სხვა კავკასიელებზე, რომლებისგანაც ახალი სამხედრო არისტოკრატია შექმნა იმპერიაში და ის ყიზილბაშურ თავგასულობას დაუპირისპირა. ირანში ნებით თუ იძულებით ჩაყვანილ ქართველ არისტოკრატებს შაჰაბასი სხვადასხვა სიდიდის მამულებს აძლევდა, რომელთაც თიულები ერქვა. თიული არ გადადიოდა მემკვიდრეობით და ყიზილბაში დიდებულის სამკვიდრო სოიურღალური მიწისგან განსხვავებით ის ოჯახის ერთ თაობას ეძლეოდა შაჰის სამსახურისთვის. ჯერ კიდევ თამას შაჰის დროს საქართველოში ლაშქრობების შედეგად ტყვედ-წაყვანილი ქართველები უკვე ბევრნი იყვნენ ირანის კარზე, მაგრამ შაჰაბასი რომ ტახტზე ავიდა, ირანი ერთგვარ თავშესაფრად იქცა საქართველოდან რაიმე დანაშაულის ან უსამართლობის გამო დევნილი ქართველი არისტოკრატებისთვის. შაჰაბასის მიერ შუა აზიელ ოზბეგებთან
და ოსმალების წინააღმდეგ წარმოებული ომების დროსაც ბევრი ქართველი ჩაირიცხა მის არმიაში, რადგან იმ დროს სვიმონ ქართლის მეფე და შაჰ-აბასი მოკავშირეები იყვნენ და შეთანხმებულად იბრძოდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ოზბეგებთან და ოსმალებთან ომებისას 1590-1612 წლებში შაჰ-აბასმა ახალი არისტოკრატების ფენა შექმნა, რომელიც ძირითადად ქართველებისგან, ჩერქეზებისგან და სხვა კავკასიელებისგან შედგებოდა. ასე დაამკვიდრა მაგალითად ირანში სააკაძეების ოჯახი გიორგი სააკაძის ბიძაშვილმა, საქართველოდან გაქცეულმა ბეჟან სააკაძემ, რომელიც ჯერ შაჰ-აბასის დაცვის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ ირანის დედაქალაქ ისპაჰანის ტარუღა. ასე აღზევდა შაჰის კარზე ბარათაშვილების განაყოფი ყაფლანიშვილების ოჯახი, რომელსაც ბიძისგან ბარათასგან სასიკვდილოდ გამეტებულმა და ამის გამო ირანში გაქცეულმა ყაფლან ბარათაშვილმა დაუდო სათავე. ისპაჰანის ზედაფენაში ასევე ბრწყინავდა აზნაურ მირიმანიძეების ოჯახი. ალავერდი ხან უნდილაძემ კი უნდილაძიან თუ უძლიერესი ოჯახი დააფუძნა, რომელიც ირანის არმიის რეფორმატორი იყო და უმაღლესი სამხედრო თანამდებობები ეკავა. ალავერდი ხანი შირაზის ბეგლარბეგად იჯდა და მდიდარი ფარსისტანის პროვინციას განაგებდა სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო შემდეგ შაჰ-აბასმა ფარსის ბეგლარბეგობა მის უფროს ვაჟს იმამ ყული ხანს დაუნდკიცა. შაჰის სამსახურში მდგომ ქართველებს მათი რანგის მიხედვით ჰქონდათ ბოძებული დიდი თუ მცირე თიულების სამფლობელოება. მაგალითად, ყულის ჯარის, ანუ შაჰის გვარდიის უფროს ყულარაღას, რომელიც მცირე გამონაკლისის გარდა 125 წლის განმავლობაში ყოველთვის ქართველი იყო და უმეტესად ბაგრატიონთა გვარიდან, თიულად შაჰისგან მიცემული ჰქონდა მთელი გოლფაეგანის ოლქი. იქიდან წლიურად მილიონობით დინარს იღებდა შემოსავლად. ყორჩიების ჯარის უფროს ყორჩიბაშს მთელი კაზერუნის ოლქი ჰქონდა თიულად ბოძებული წლიური 13.817.200 დინარი შემოსავლით. ყორჩიბაშის სახელოს კი იმ დროს თეიმურაზ კახთა მეფის ბიძაშვილი ისა-ხანად გადანათლული იესე ბატონიშვილი ფლობდა, რომელიც მარაბდის ბრძოლაში სარდლობდა შაჰ-აბასის არმიას. ისა-ხანი შაჰ-აბასის სიძე იყო. მისი ერთი ქალიშვილი ანდუყაფა რამილახვარს ყავდა ცოლად, ხოლო მეორე ქართლის მმართველ სიმონ ხანს. თოფანგჩიების, ანუ მუშკეტერების უფროს თოფანგჩიბაშს, რომელ სახელოსაც ხშირად ასევე ქართველები ფლობდნენ, აბერქუჰის ოლქი ეჭირა თიულად 7.115.300 დინარის წლიური შემოსავლით. არტილერიის უფროს თოფჩიბაშს შიფთის ოლქი ჰქონდა შაჰისგან ბოძებული და 5 მილიონ დინარს იღებდა ყოველწლიურად. ამას ემატებოდა ომებში ნადავლიდან შემოსავალიც. ასე ჰქონდათ მიცემული შაჰისგან დიდი თუ პატარა თიულები ქართველ შაჰისევანებს თანამდებობის და დამსახურების მიხედვით. ხოლო ვინც თიულს არ ფლობდა, მას რომელიმე ოლქის შემოსავლიდან ეძლეოდა წილი. შაჰ-აბასმა 120.000-იანი რეგულარული არმია შექმნა. მასში ყიზილბაშების რაოდენობა 60.000-დან 30.000-მდე შეამცირა, ხოლო დანარჩენი 90.000 მეომარი ადგილობრივი სპარსელი მელიქებით, ქურთებით, ქართველებით, ჩერქეზებით, სომხებით და სხვა ხალხებით შეავსო. შაჰ-აბას პირველის დროს დაწინაურებული ქართველთა ეს ზედაფენა მთელი მე-17 საუკუნის განმავლობაში ფლობდა სეფიანთა ირანში უდიდეს ადმინისტრაციულ თუ სამხედრო თანამდებობებს. შაჰ-აბასმა 1614 წლიდან 1616 წლამდე 100.000 ქართველი გლეხი გადაასახლა ირანში. დედაქალაქ ისპაჰანის შემოგარენში აბასმა ქართველები ისეთ ადგილებში დაასახლა, საიდანაც ისპაჰანს თავს ესხმოდნენ უმართავი ქურთი ტომები და ამით დედაქალაქის ირგვლივ დაცვის რკალი შექმნა. იქ ჩასახლებულ ქართველებს, რომლებსაც დღეს ფერეიდნელებს უწოდებთ, საუკუნეების განმავლობაში უწევდათ ისპაჰანისკენ მიმავალი გზების და უღელტეხილების ხმლით დაცვა. გარდა ამისა, შაჰ-აბასმა ქართველები ჩაასახლა გილანში, მაზანდარანში, ყაზვინში, ხორასანში, ქერმანში და გოლფაეგანში.
ძალიან ბევრი ქართველი მევენახე და მეაბრეშუმე გლეხი დაასახლეს ფარში მაშინ ალავერდი ხანის შვილებმა, იმამ ყული ხან და დაუდ ხან უნდილაძეებმა. მათი მრავალრიცხოვანი მხედრობაც უმეტესწილად ქართველებისგან შედგებოდა. მთელი მე-17 საუკუნის მანძილზე ქართველი არისტოკრატები იყვნენ ფარსის, ლარის, ჰამადანის, გილანის, ასტრაბადის, ყაზვინის, ქაშანის, გოლფაეგანის, ქუჰ-გილუეს, შუშთარის, აზერბაიჯანის, ხუზისტანის, ხორასნის, მეშჰედის, არდალანის, ბაღდადის, განჯა-ყარაბაღის, ჩუხურ-საადის, ყანდაჰარისა და სხვა პროვინციების თუ ქალაქების მმართველი ხანები თუ ბეგლარ-ბეგები. ყოველი მათგანი ძირითადად ქართულ კავკასიურ სამხედრო ძალაზე იდგა. ერთადერთი ქართველი, ვინც მაშინ შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობას არ ეთანხმებოდა, უდიდესი გავლენის მქონე ალავერდი ხან უნდილაძე იყო და ამიტომაც მოაწამლინა ეს საქართველოზე ლაშქრობის წინ აბასმა. ამის შემდეგ ვიღა გაბედავდა ქართველებში ხმის ამაღლებას, თანაც შაჰის მიერ შექმნილ იმ მკაცრ სახელმწიფოებრივ რეჟიმში, სადაც თვით შაჰის შვილები არ იყვნენ დაცულნი მისი სისასტიკისგან, არათუ ქვეშევრდომები. შაჰისევან ქართველებს შაჰ-აბასი ერთმანეთისადმი უნდობლობით მართავდა, რადგან კარგად იცოდა ქართველების გაერთიანებას რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა პირადად მისთვის. იტალიელი თანამედროვე ჯუსტო პრადო წერდა: დღეს მთელი სპარსეთი სავსეა ქართველებით, რჯულ განდგომილებით, მათ ხელშია ყველა დიდი თანამდებობაც კი სახელმწიფოში. იმ დროს ისპაჰანში მცხოვრები რომის წარმომადგენელი პიეტრო დელა ვალე, რომელიც პირადად იცნობდა ირანში მოასპარეზე ქართველებს, ასეთ რამეს წერდა: ამჟამად ირანის ჯარის მთავარი ნერვი შედგება ქართველთა მხედრობისგან. როდესაც შაჰ-აბასი გარდაიცვალება, ირანში აღზევებული ქართველები იმედია არ გაუშვებენ ხელსაყრელ შემთხვევას, გადატრიალებას მოახდენენ და სავარაუდოდ სეფიანთა ხელისუფლებასაც დაეპატრონებიან, თუ შეძლებენ ერთმანეთში არსებული მუდმივი უთანხმოების გადალახვასო. პიეტრო დელა ვალე მისი ჩანაწერების სხვა მონაკვეთშიც იგივეს აღნიშნავს. შაჰ-აბას პირველის გარდაცვალების შემთხვევაში სეფიანთა სახელმწიფოში არეულობა მოხდება და შესაძლებელი იქნება ქართველებმა თავი გაითავისუფლონ ირანის ბატონობისგან, მაგრამ ქართველთა ერთსულოვანი მოქმედება მეეჭვება, რადგან კარგად ვიცი მათი თავქარიანობაო. როგორც ზემოთ ვთქვით, შაჰ-აბასი ერთმანეთის მიმართ უნდობლობით მართავდა ქართველებს, რომლებიც როგორც წყაროებიდან ირკვევა, მოძმეთა სისხლის დაღვრასაც არ ერიდებოდნენ ირანში. ასეთი მტრობის მაგალითები არაერთია იმ დროინდელ წყაროებში. შაჰ-აბასის პირად ისტორიკოს ისქანდერ მუნშის ერთ-ერთი მკვლელობის შემთხვევა 1619 წლის მთავარ ამბავთა შორისაც კი აქვს მოხსენიებული. ის წერდა: როცა მისი უდიდებულესობა შაჰი კეთილშობილ ქალაქ აშრაფში ბრძანდებოდა, ერთმა ქართველმა აზნაურიშვილმა სახელად ხოჯასთე ბეგმა, რომელიც სამთავის ძმასთან ერთად სასახლის ღოლამებში ირიცხებოდა, დრო იპოვა და მტრობით მოკლა ახალგაზრდა რამაზ ბეგი, რომელიც ასევე ქართველი შაჰისევანი იყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხოჯასთე ბეგ ქართველი სასახლეში დაიბარეს. ხოჯასთე თურმე თავის ძმებთან ერთად გამოცხადდა და დაუფარავად აღიარა რამაზბეგ ქართველის მკვლელობა. ამის შემდეგ ხოჯასთე ბეგ ქართველს დაპატიმრება დაუპირეს და ამიტომაც მოსამართლე მას ქამარში ჩასჭიდა ხელი. ამის მხილველმა ხოჯასთეს ძმებმა ხმლები იშიშვლეს, მოსამართლეები დაჭრეს. შემდეგ სასახლის დარბაზში შეიჭრნენ და წინ ვინც გადაეღობათ, მათგან ორი დაჭრეს. ორი კი მოკლეს. თავზე ხელაღებული ქართველები ბოლოს სასახლის ბაღში ჩაუხოცავთ თოფებით და ისრებით სხვა შაჰისევანებს. იმ დროის ქართველების ერთმანეთისადმი მტრობა უნდობლობის შესახებ არაერთი წყაროა შემორჩენილი. შაჰ-აბასი მოხერხებულად აღვივებდა შუღლს ქართველებს შორის, როგორც ირანში, ასევე საქართველოში და ასე მართავდა მათ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა რომელიმე განდიდებულ და მისგანვე სიკვდილმისჯილ ქართველს თავის უახლოეს ნათესავ ქართველებს აკვლევინებდა. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი: რომანი „კედლები“ და ისტორიული კრებული „რაც იყო“.
შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. შაჰაბასი ინტრიგების ჩახლართვის ხელოვანი იყო და სწორედ ასეთი სპექტაკლი გაითამაშა თეიმურაზ მეფის დასაბნევად და თავის ბანაკში მყოფი ქართველების გამოსაცდელად 1613 წელს, ქალაქ განჯაში დგომისას, როდესაც კახეთზე თავდასასხმელად ემზადებოდა. განჯაში შაჰაბასს ახლდნენ თეიმურაზ მეფის ბიძაშვილი იასე ბატონიშვილი, იგივე ისა-ხან ყორჩიბაში, ადამ სულთან ანდრონიკაშვილი, გიორგი და როსტომ სააკაძეები და სხვა შაჰისევანები უკლებლად. გარდა ძმები უნდილაძეებისა, რომლებიც ამ დროს სპარსეთის ყურის დასაკავებლად იბრძოდნენ. განჯაში შაჰაბასის ბანაკში სწორედ მაშინ მივიდნენ ქართლის მეფე ლუარსაბს გამოპარული დიდებულებიც, არაგვის ერისთავი ნუგზარ, ზემო ქართლის სადროშოს თავადი ანდუყაფა რამილახვარი, თავადი ფეშანგი ფალავანდიშვილი და ქართლის მეფის საფრთხუცესი, თავადი აღათანქ ხერხეულიძე. ქართლელი დიდებულები განჯაში იმ დროს მივიდნენ, როცა შაჰაბასი თეიმურაზ მეფესთან ტყუილებს ხლართავდა, შუამავლების საშუალებით კახელების ყურადღების მოსადუნებლად. შაჰთან იმ მიმოწერის და ელჩობის შესახებ თეიმურაზ მეფე მოგვიანებით რუსეთის მეფე მიხეილ თევდორეზზე რომანოვს წერდა. როცა შაჰს ჯერ უმცროსი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი გაუგზანა და შემდეგ უფროსი ლევანი დედაჩემთან ქეთევან დედოფალთან ერთად, მან საპასუხოდ ელჩი გამომიგზავნა, რომლის პირითაც შემომითვალა, რომ უფროს ლევანს უკან დამიბრუნებდა, განჯი და ლაშქარს აყრიდა და ირანში გაბრუნდებოდა. როგორც თეიმურაზის რუსეთის მეფისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, შაჰაბასის ცრუ სამშვიდობო შემონათვალის გაგონებაზე სალაშქროდ შეკრებილმა კახელებმა მეტად გაიხარეს. მათ ხომ ისედაც არ სჯეროდათ, რომ შაჰაბასი კახეთში ილაშქრებდა, ან თავს აჯერებდნენ. თეიმურაზმას დაიჯერა თურმე შაჰის ეს თვალთმაქცობა და მეომრების შინ გაუშვა. ამიტომ დაუხვდი შაჰაბას მოუმზადებელიო. ჩიოდა რუსეთის მეფისადმი მიწერილ წერილში მოტყუებული გახდა მეფე. სწორედ იმ დროს, როცა შაჰაბასი ელჩის პირით თეიმურაზს ატყუებდა, მან თავის ბანაკში მყოფი ქართველი დიდებულები შეკრიბა და გამოუცხადა საქართველოში ლაშქრობას აღარ ვაპირებო. ამის შეტყობისას საომრად გამზადებულმა ყიზილბაშებმაც ამოისუნთქეს. აღმოჩნდა, რომ არც მათ უნდოდათ კახეთში ლაშქრობა, არადა ამ ხრიკით შაჰაბასი ქართველებს ცდიდა. აინტერესებდა თუ რომელი მათგანი გაიხარებდა გურჯისტანში ლაშქრობაზე ხელის აღებით, მაგრამ როგორც ჩანს მიუხვდნენ შაჰს იქ შეკრებილი ქართველი დიდებულები ამ თვალთმაქცობას და უპასუხეს: საქართველოზე ლაშქრობაზე ხელს ნუ აიღებ. და თუ ამით უკმაყოფილოდ არჩევი, პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ თავზე. ამის შემდეგ შაჰაბასმა სამხედრო მზადყოფნა ბრძანა და ყველა საჯარისო შენაერთს თავისი დავალება მისცა კახეთზე სალაშქროდ. ბრძანებები მიიღეს ქართველმა შაჰისევანმა სარდლებმაც. შაჰაბასის ისტორიკოსი ისქანდერ მუნში წერდა: რა გადაწყვიტა შაჰმა გზადაკარგულ ქართველებთან ომი, ისლამისთვის მებრძოლთა ერთი რაზმი ფარსისტამის მოლაზემს ბიგვერდიბეკ ქართველს ჩააბარა და ურწმუნოთა წინააღმდეგ სალაშქროდ გაგზავნა. ბიგვერდიბეკ ქართველს შაჰის ბრძანება საუკეთესოდ შეუსრულებია და კახეთის აკლების შემდეგ 500 ტყვე, ცხვრის ფარა და საქონლის ჯოგი მოუყვანია ნადავლად შაჰის ბანაკში. შაჰის მიერ სუფის მმართველად აღზევებულ ადამ სულთან ანდრონიკაშვილზე მოჰამედ თაჰერიმ ასეთი ჩანაწერი შემოგვინახა. გამოვიდა შაჰის უავგუსტოესი ბრძანება, რათა სუფის მმართველი ადამ სულთანი თავისი ყორჩიების, ღოლამების და მეტოფეების ჯარით აზერბაიჯანის, შირვანის, ყარაბაღის და ერევნის ბეგლარბეგებთან ერთად გაემართოს ურწმუნო ქართველების ასაკლებად, დასახოცად და დასარბევად, რომლებმაც თავის უღმერთობას, ურჩობას დაუმატეს. იმავ ბედნიერ საათში ადამ სულთანი მმართველობის საფარველი შაჰის ფეხრთა კოცნის პატივით იქნა ამაღლებული და საქართველოსკენ გაემართა. კახეთმა მაშინ მოსახლეობის 2/3 დაკარგა. დანარჩენები მთებში და იმერეთში გადაიხვეწნენ. ვინც მტერს ხელში ჩაუვარდა, ირანში გადაასახლეს, ხოლო ის თავადაზნაური შულები, რომლებიც ბრძოლებისას ჩავარდნენ ტყვედ,
ძირითადად შირაზში და ისპაჰანში გადაასახლა შაჰაბასმა. ირანში გადასახლებულ კახელ თავადაზნაურებს, რომლებიც სრულებით უუფლებო ტყვემონების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შაჰაბასმა მის არმიაში სამსახური შესთავაზა, ხოლო დასამკვიდრებლად და შემოსავლის წყაროდ დიდი მიწები დაურიგა თიულებად. სამშობლოდან გადასაკარგავში იძულებით გადასახლებულმა კახელებმა ხმალს ხელი მოჰკიდეს და შაჰის ევანთა შეავსეს. შაჰაბასმა იცოდა, რომ ქართლს ჯერ კახეთივით სასტიკად ვერ მოექცეოდა, რადგან მის პირად გვარდიაში, ყურის ჯარში და ღოლამთა მრავალათასიან რიგებში მოასპარეზე შაჰის ევანებიდან დიდი უმრავლესობა ქართლის თავადაზნაურული ოჯახებიდან იყვნენ. პირიქით, ლუარსაბ მეფის იმერეთიდან გადმოტყუების და ზოგიერთი კუთხის მსუბუქად დარბევის შემდეგ შაჰაბასმა ქართლს ხელი არ ახლო. ის ქართველებთან დიპლომატიურად მოქმედებდა და თავს ისევე მოკავშირედ აჩვენებდა, როგორიც სვიმონ მეფის დროს იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლებისას. როგორც ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგცემს, თურმე როცა შაჰაბასმა სვეტი ცხოველი დაინახა, მისი დაქცევა მოინდომაო. მისივე რჯულის კაცებმა ურჩიეს ოდითგანვე ღვთის სახლა დაგებულა ეს ტაძარი და მისი დაქცევა არ იქნება. მაშინ შაჰაბასმა მცხეთის ხიდთან ფეხზე გაიხადა, ტაძრამდე ფეხში შველი მივიდა და დიდხანს ილოცა სვეტი ცხოველში. სწორედ ასეთი მოჩვენებითი სანახაობებით ამშვიდებდა ის ქართლის თავადაზნაურობას. და ალბათ ასეთი დიპლომატიურობის შედეგიც იყო ის, რომ ქართლიდან ირანს გაბრუნებულ შაჰაბას, რომელსაც ქართლის მეფე ლუარსაბი მიჰყავდა თან ნადირობის საბაბით, 10,000-მდე ქართველი მეომარი აედევნა ახალ შაჰის ევანად. შაჰის ევანში ერთ-ერთი შვილის გაერთიანება ოჯახისთვის ხელშეუხებლობის გარანტიაც იყო და შემოსავლის წყაროც. ირანი მაშინ გამუდმებით ომობდა. ომი კი ფულის წყარო იყო მეომრად აღზრდილი არისტოკრატისთვის. ჯერ ლუარსაბ პირველის და შემდეგ სვიმონ პირველის თავდაცვით ომებში გაღარიბებული თავადიშვილისთვის თუ აზნაურიშვილისთვის შაჰის არმიაში სამსახური ჯერ ერთი სამხედრო ნადავლის მოპოვების საშუალებას იძლეოდა. მეორეც ის, რომ ყველა ქართველ შაჰის ევან მოლაშქრეს, მათი რანგის შესაბამისი სივრცის მიწები ეძლეოდა ირანში თიულად. 1619 წელს ბაგრატ ხანი მიიცვალა, ხოლო მისი შვილი მცირეწლოვანი სვიმონ ხანი თავიდანვე აითვალისწუნეს ქართლის დიდებულებმა და ის ირანში გაიქცა. შაჰმა სვიმონ ხანი გულთბილად მიიღო. ამ ამბების მომსწრე ისქანდერ მუნში წერდა, მისმა უდიდებულესობამ და მოწყალე ბუნების შაჰმა, რომელიც დიდად აფასებს ერთგულ მსახურთ, ბაგრატის შვილი სვიმონი, რომელიც ჯერ ისევ ბავშვი იყო, ქართლის ვილაეთის ბოძებით აღამაღლა მამის ადგილზე და საპატიო ქართველთაგან მის ვექილად და ხელმძღვანელად მოურავ ბეგი დანიშნა, რომელიც 10 წლის წინ იყო გამაჰმადიანებული და თავისი ოჯახით შაჰის სამსახურში აღზევებულს ერთგულებისთვის შაჰისგან თიულად ოლქი ჰქონდა ბოძებული და ხელმწიფის ლხინში მონაწილე დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირთა რიცხვს ეკუთვნოდა. 1619 წელს ქართლის ახალი გამგებელი სვიმონ ხანი მის ვექილ ხელმძღვანელად დანიშნული მოურავი გიორგი სააკაძე და სააკაძის ცოლის ძმა ზურაბ არაგვის ერისთავი, რომელიც სწორედ იმ დროს გაშახისევანდა და შაჰაბასისგან არაგვის ერისთავობას დაიმტკიცა, საქართველოსკენ გამოემართნენ და 1620 წელს მოვიდნენ ქართლში. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.